სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ლობისტური კომპანიების გააქტიურების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ საგანგებო განცხადება გააკეთა. ეს არის ძალიან ცუდი, თუ კი ეს მართალია, რასაც თქვენ ამბობთ, მე არ ვიცი ამ შესახებ ინფორმაცია არ მომეპოვება. ნაციონალურმა მოძრაობამაც და ყველამაც ლობისტები უნდა დაიქირავოს იმისთვის, რომ საქართველოსთვის გაკეთდეს საქმე და არა რომელიმე პარტიისთვის. თუ კი ვინმე ცდილობს მავნებლურად საქართველოს ხელოვნურად შეულახოს იმიჯი და არასწორი ინფორმაციის მიწოდებით გამოიწვიოს ჩვენი ამერიკელი თუ სხვა პარტნიორების შეშფოთება, ეს არის ძალიან ცუდი და ეს არის მართლაც შემაშფოთებელი. თბილისის საქალაქო სასამართლოში ხელოვნებაცოდნე მაია ორჯონიკიძის შვილის ცოტნე მამულაშვილის აღკვეთი ღონისძიების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მამულაშვილს ლომბარდის დაყაჩაღებაში თანამონაწილეობისთვის აქვს ბრალი წაყენებული პროცესს ბრალდებულის ოჯახის წევრები და არასამთავრობო ორგანიზაცია პატრიოტების წარმომადგენლები ესწრებიან. ისინი აცხადებენ, რომ მამულაშვილი უკანონოდ არის დაკავებული და იმედოვნებენ, რომ სასამართლოს გაათავისუფლებს. სამართალდამცველებმა ცოტნე მამულაშვილი 14 თებერვალს დააკავეს. გლდანში დღის 3:30-ზე ლომბარდი დაუყაჩაღებიათ და ის პიროვნება, რომელმაც დააყაჩაღა ლომბარდი, ხელსადებს ცოტნეს. პიროვნება არის ნატოს საინფორმაციო ცენტრის სამხედრო ექსპერტი, მხატვარი, რეჟისორი, გარკვეულად მოციფული პიროვნება და აპატიმრებენ უაზრო ბრალდებით ლომბარდის დაყაჩაღებით.